აბა გაბრიელ. ამამას წარი ხო? აბა მოგწონს საქავრობა. ეს ხედები მოგწონს. აბა მოდი ნახე. აი ქედა ხელის გულზე ჩანს მა. ნახე. აი ამ თების შვილები ვარ ჩვენ. გაიგე? ესეთი ლამაზია ჩვენი საქართველო. ყველგან თელ საქართველოს ტერიტორიაზე ესეთი სილამაზეები გვაქვს. აი ასეთი თაგორიანი ადგილები გვაქვს. ყველანაირი ადგილი გვაქვს. თაც გვაქვს, ბარიც, უდაბნოც. ყველაფერი გვაქვს საქართველოში მა. ეს არის შენი სამშობლო. გაიგე? აი ამ თების შვილი ვერასოდეს იქნები ბოროტი. ესეც სილამაზეს რო ხედავ. ამიტომ არის რომ ყველა ქართველი უნიკალურია. გაიგე? ეს უნდა ისწავლო შენ. აი ამ ბუნებით უნდა დატკბე. აი ამაზე დიდი მთები რო შენ უყურებ. ეს არის ჩვენი სოფლის მთები. აი იქით მაღლაზე ღრუბლებში როა ჩაძირული ხო ხედავ? აი ეს არის ჩვენი სოფლის მთები. აი იქ არის დიდვაკე, ნაკონაღვარი, იქით კოსლითავი, სასადილო, ღომა. გაიგე? აი ეს მთა რო ჩანს ხო პატარა. ეს სერი რო არის ხო? აქ არის აკუცა, აქით ვაიო, იქით კვაშტა. აი ამ მთის ხედავ ეხლა აგერ პატარა მთა რო არის. აი ამ მთის უკანა მხარეს ჩვენი სოფელი კუჭურა. ეხლა ეს მთა ეფარება. მთის აქით ამ მხარეს უყურებთ. მიხვდი? აჩახ. აი ეხლა ჩახ. კუდი მოვიხადოთ. ესე შევიდეთ. აბა დამათვალიერებინე. საკეტი ახალი გაუკეთებიათ. ესეთი სკამებიც გაუკეთებიათ. ნახე. ვიღაც მადლიანს რაღაცა შეუმატები აქა. დალოცა ღმერთო. ეგ ხო. მოგიყვები ახლა მაგ ამბებს. მანეჯერ დავათვალიეროთ. ეს არის პატარა ეკლესია. მიხვდი? იქ შესვლა არ შეიძლება. ეს არის საკურთხევლის ადგილი, სადაც მხოლოდ სასულიერო პირებს და სტიქაროსნებს შეუძლიათ შესვლა. მიხვდი? კი, ჩვენ სტიქაროსნები ვართ. მაგრამ ამავე დროს მხოლოდ შენი ეპარქიის შენი მოძღვრის, სადაც შენი მოძღვარია, მხოლოდ იქ შეგიძლია შესვლა, კურთხევა გინდა. ეს ახლა ამ შემთხვევაში ჩვენი ეპარქიისაა. ხო, შესვლა შეგვიძლია, მაგრამ ახლა სასეირნოთ არა. ხო, მაგრამ არ შეხვიდე ჯერ, იმიტომ რომ ძირს აი ხატები დევს, ესე დაწყობილია. ამ ფეხის დაბიჯება არ მოგიწევს რაღაცა, მაინც თავი შეიკავე, თუ ვინმე შეიხედე გვერდიდან. რამე ისეთი მან დარდევს რომ შენ და გაინტერესოს უბრალოდ ადგილია ცარიელი. ეს კამი არ არის. ესეთი ჯირკია უბრალოდ. მორი დიდია უფრო მამა. ხეა მორი, ეს არის ჯირკი. ხატებს ემთხვია ჯერმან ხატებს რომ გადაიფარე. მე რო არ ვიყავი ამოსული ხო? ეს შესაძირის ხუთია. ეს თუ უნდა შეწირავს, აი სანთელიც და მოდი ჯოხი გარეთ დატოვე რომ ჯოხით რომ მიანიშნებ მაინც არ არის პატივსაცემი ქმედება. გარეთ დატოვე ჯოხი და ესე შევიდე. აი სანთელიც დაუტოვებია ვიღაცას. ასანთიც არის მოკლედ
რაც მადლიანს აუკეთებია მადლი. ადრე ჩვენი მეფეების დროს, როცა დიდებული მეფეები ყავდა და ძალიან საოცარ და საკვირველ ბრძოლებს რო ვიგებდით, საოცარი და საკვირველი, იმიტომ რომ თუ მტერი იყო შენი გაგებით ეხლა მარტივად რო აგიხსნა 100 კაცი, ჩვენ ვიყავით 20 კაცი და შეიძლება უფრო ნაკლებიც და მაინც ვიმარჯვებდით. უმეტესწილად გამარჯვებული გამოდიოდით. იმიტომ რომ მიერონცხებული მეფეები ყავდა. იმიტომ რომ ბაგრატიონი მეფეები ყავდა. ღვთისმიერი მეფეები ყავდა ჩვენ. ღვთიმოშიში მეფეები. წმინდა მეფეები, წმინდანებად რომ შერაცხა ჩვენმა ეკლესიამ. და გონიერი ბრძენი მეფეები ყავდა, რომლებიც სწორად მოქმედებდნენ, სწორად გეგმავდნენ სტრატეგიებს, ერთთან როგორ ებრძალვათ. ერთ-ერთი ბრძოლა მსოფლიოს ხუთეულშიც შესული დავით აღმაშენებლის დიდგორის ბრძოლა 1021 წელს თურქ-სელჩუკები დავამარცხეთ მრავალრიცხოვანი არმია. ისტორიაში შესულია როგორც ლევაი საკვირველი. და რატომ მოვაყოლე ახლა ეს? მაგ პერიოდებში ხომ მობილურები არ იყო, არც ტელეფონი იყო, არც მობილური იყო, არც მანქანები იყო, არც თვითმფრინავები იყო, ინფორმაცია რომ მიეწოდებინათ და საზღვარს რომ მტერი მოუახლოვდებოდა დედაქალაქში ამბავი გადაჰქონდათ ესეთ მაღალ მთებზე სტრატეგიულ ადგილებში, საიდანაც ყველაფერი მოჩანს, იმ ადგილებში იყვნენ ასე ვთქვათ, როგორ გითხრა, მეციხოვნეები, არა, უფრო მესაზღვრეები რა, დარაჯობდნენ ასეთ ადგილებს და აი მაგალითად გაღმა მთაზე, აი წეღა რომ გაჩვენი ღრუბლები რო არის ახლა. აი მთაზე ერთი იდგა, აქ მეორე და ელოდებოდნენ ნიშანს. თუ იქ ცეცხლს დაანთებდა მეციხოვნე, ანუ ვინმე დარაჯი, ვინც იყო რა, მოკლედ იქ მესაზღვრე. ცეცხლს დაანთებდა, ცეცხლით ნიშანს მოგცემდა აქ ვინც იდგა ის, რომ მტერი მოდის. აი ნახე, იქედან ხო ძალიან მალე, აი თვითმფრინავზე სწრაფადაც შეიძლება გადასცეს უკვე სისწრაფის მიხედვით გეუბნები. სიგნალი, აი იქედან აქ რო დაინახავ ცეცხლს, შენ აქ გაანთებ და შემდეგ მეორე მთაზე იქით ძალიან შორს ის დაინახავს და თბილისში ჩვენს დედაქალაქში, რავი, როგორ გითხრა, ძალიან მალე ახლა რო გითხრა, ვერ გამოვთვლი ესე უცებ, მაგრამ ელვისებურად ინფორმაცია ჩავიდოდა, რომ მტერი გვიახლოვდება. და ეს ემზადებოდა ჩვენი დიდი მეფეები ბრძოლისთვის და ყოველთვის მზად ხვდებოდნენ. რა თქმა უნდა, თუ ვინმე მოღალატე არ აღმოჩნდებოდა, იყო ესეთი შემთხვევებიც იქნებოდა, რომ მაგალითად მტერი შეიძლება მოვიდეს არა პირდაპირ, არამედ ირიბად რამოდენიმე კაცი შემოიპაროს, ესეთი ვინც მთაზე ცეცხლს დარაჯობს, ცეცხლის მცველები, მოდი ესე დავარქვათ, რომ მარტივად დაემახსოვრე. ცეცხლის მცველს შეიძლება მიეპაროს, მოკლას და 1-2 მთის ცეცხლის მცველი რომ გაანეიტრალონ, უკვე ამბავი ვეღარ ჩავიდოდა. მაგრამ მანდაც იქნებოდა ალბათ დაზღვევა, ის იქით რომ მთაზე იქნებოდა ის ხო დაინახავდა, აქ რომ ცეცხლი რომელსაც გადმოაწოდა სიგნალი ამან ვერ მიიღო, რომ არ დაანთებს, მაშინ უკვე ცხენზე მოაჯდებოდნენ და უკვე გვიანდებოდა მართალია, მაგრამ რაღაც გარკვეულ დროს მაინც იგებდნენ რომ ცხენით მასეთი ამბის ჩამოტანებს ერქვათ შიკრიკები, რა ვიცი, ბევრი სახელი ერქვათ, შენ არ ვიცი როგორ გაიგებ, მაგრამ შენი გონება ჯერ როგორ აიტას, მაგრამ თავარი ის არის რომ ესეთ სტრატეგიულ ადგილზე ვიმყოფებით ახლა ჩვენ, ძველად ესე იყო. მერე თან აქ საღდარიც იყო, ციხეც იყო. ციხის დროს უკვე აქ რა ისტორიაც იყო, ჩემს წინა ვიდეოში არის, ამიტომ აქ აღარ გავწელავ მაგისტრის დროს, სადაც ჩვენი მირზა დიასამიძე ყვება ამბავს სოფელ გულებზე, როგორ დაერქვა სოფელს გულები. წეღა რასაც გვიყვებოდი, შეიძლება იყოს მოღალატეები. მაგალითად, იყო იქნებოდა ესეთი შემთხვევა, რომ მტერი რომ მოდის, შეიძლება იმ მტერმა კი არ მოკლას, არამედ მოგრთამოს, ფული მისცეს და ამან აღარ გადასცეს ეს ინფორმაცია, ხო?
ესეთი ადამიანები არიან სამშობლოს მოღალატეები და ასეთ მოღალატეებს გულებს ამოუღებდნენ და ჩამოკიდებდნენ. აი აქ ესე ჩამოკიდეს მოღალატეებისა მაგ ისტორიას. ჩვენი მსმენელი მოისმენს ჩემს წინა ვიდეოებში, ქილისას ვიდეოში, მირზა უფრო კარგად და სწორად ახსნის იქ და შენ უკვე მაგი მოსმენელი გაქვს. მოკლედ ამის თქვა მინდოდა, ესეთი მაგარ ადგილას ვართ, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი მიწაწყალი, ამას უნდა მოუფრთხილდეთ, არავინ არ უნდა გავაკაროთ. სხვებს ასეთი მიწაწყალი არ აქვს, მაგრამ სხვა ქვეყნები შურს წდებიან, ეხარბებათ ჩვენი ადგილები, ძალიან უყვართ ბუნება, თორე ჩვენ კი არ უყვარვართ. და ამიტომ ჩვენი ქვეყანა უნდა ჩვენს გარეშე მასეთებს და ვერ მივართვით, ხო ასეა? ჩვენი საკუთარი სიცოცხლის დათმობაც რომ მოგვიწიოს სამშობლოსთვის, სამშობლო უნდა დავიცვათ. მოკლედ სულ ეს იყო. შენ ხო არ გინდა რაიმეს თქმა? რაიმეს ხო არ დაამატებ? ნაცროს ცხენები იყო? კი, ცხენები ყოველთვის იყო მამა. უფალმა რომ ადამიანები გააჩინა, ცხოველებიც გააჩინა. ადრე კინოებში რომ ნახულობ, რაღაც ჯოხზე აქვთ ცეცხლი დადებული და მასე შობილ. ხო, ეგ ჩირაღდნები იყო. ჩირაღდანი არის, აი ჯოხზე დაახვევდნენ ნაჭერს გაჟღინთავდნენ ზეთით, ზეთი თუ არ იყო ნაძვს აქვს, კევას რო ეძახი შენ. იმას აქვს ჩვენ აქ აჭარაში ვეძახით ფისი. ფისი აქვს ესეთი წვეთოვანი გამონადენი აქვს. ნაძვს აი ძალიან კარგად ეკიდება მაგას გაადნობდნენ, გამოავლებდნენ შიგნით ამ ჩირაღდნებს, ზოგს ეს ქონდა, ზოგს ზეთი როცა უკვე გამოიგონეს, მაგის შემდეგ ზეცხმარობდნენ რა. შემდეგ როცა საწვავი და ნავთი და რაღაცა უკვე მაგ დროს ნავთი როცა შემოვიდა, სინათლეც იყო, მაგრამ მანამდე ჩირაღდნები იყო ზეთით და ნაძვის ფისით და კიდე რაღაცა შოლებები იყო, რომელიც მე კონკრეტულად არ ვიცი. კიდე რამე კითხვა ხო არ გაქვს? როგორ მოგეწონა აქაური ბუნება? სანამ მოვდიოდი, მომეწონა, მაგრამ ახლა ეს რომ მიატოვეს და ასეთი ბინჯუნდოვან მდგომარეობაშია არ მომწონს. ხო, მოვლელია, ხო? ამიტომ მოვლელი რო არ იყოს, რაც უფრო ხშირად ამოვა ჩვენ ადამიანები. ეხლა ჩვენ რომ მოვდიოდით გზაში ცოტა ხომ ცუდი გასავლელი იყო, იქ უკვე ეკლები იყო გადმოსული და რაღაცა. ჩვენ რო წამოგვეღო ეხლა ცული ან წალდი ან რაღაცა, ხო, ნამგალისებრი რაღაცა. გაგვეკაფა, შემდეგი ამოსლელის კარგად ამოვიდოდა. ის რაღაცა საჭიროებას დაინახავ და შემდეგ ამოსლაზე თვითონ გააკეთებდა და ეს. აქ ეხლა ეს კედელი, აი ნახე, აგერ შემონგრეული რო არის, ხო? ეს 12-13 წლის უკან მეხმა შემოანგრია, აქ ესეთი კარგი ამოსასვლელი არ იყო მაშინ. ძალიან ცუდი ამოსასვლელი იყო და ჩემი ცხონებული მამა სერაფიმე იყო აქ, შემდეგში უკვე სქემა არქიმანდრიტის ისო. და თხოვა კედელ ბიჭებს, აი ვინც ძალისმიერ სპორტს მისდევდათ, ვინც მოჭიდავეები იყო, ჩვენი ძლიერი ფალავნები, ზურგზე მოიკიდეს ცემენტი, სილა და განაწილებული პატარა მეშოკებით ამოიტანეს აქ. შემდეგ ჩვენ ბიჭებმა სტიქაროსნები ვინც ვიყავით, ამოვედით წყალს აქ ვაგროვებდით ქვემოთ, კლდის ქვეშ წვეთობით მოდიოდა, მანდ ვაგროვებდით წყალს, აქ ვედროების ქონდა დალაგებული წვიმის დროს რო გაევსო და მოუზილეთ ცემენტი და ესე რაც შევძელით, ამაზე მეტი ახლა ქვები აქ აღარ იყო, გადაგორებული იყო და რაც შევძელით ეს ნაწილი ამოვავსეთ. აი ესეთ მდგომარეობამდე არის. მართალია ძალიან ისეთი ლამაზი ხელით არაა ნაშენი, მაგრამ კედელი საერთოდ აღარ იყო უკვე, ეს კარიც გავარდნილი იყო. რაღაცა პატარ-პატარა რაღაცა გავაკეთეთ თითქოს, მაგრამ მის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. ძალიან კარგი იქნება თუ ყველა ამოსვლელი თავის პატარა რაღაცა წილ ქვას დადებს, ესე ვთქვათ, მშენებლობაში ან რაღაცაში ვიღაცები იქნება დაინტერესდნენ ეს ვიდეოები რო გადავიღებთ, რაცა ვიქნებ ვინმე გამოჩნდეს ისეთი რომ შენ რაც არ მოგეწონა რომ მოულელია ეს ჩვენი
ძვირფასი ადგილი იქნება, ვიღაცა პატრონი გამოიჩნდეს ისეთი, რომ ცოტა ფული რო დაიხარჯოს და კარგად მოეწყოს აქაურობა. იმისთვის კი არა, რომ მარტივად იარონ ტურისტებმა. ესეთ მთებში მისასვლელის გაიოლება სავალდებულო არ არის. უბრალოდ ადგილზე არის მოწესრიგება საჭირო, რაც შენ აღნიშნე. შენი პატარა გონებით, ხო? მაგრამ დიდი კაცი ხარ.